ამერიკული როკ ჯგუფის Guns N' Roses ქართული ტურნე და ბულინგის მორიგი ტალღა ასე აფასებენ მართულ გუნდში ცნობილი ამერიკული ბენდის მისამართით საზოგადოების ნაწილისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ მოწოდებებს. სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შეკვეთილში დაგეგმილი ხელისუფლების მიერ დასპონსორებული და ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი კონცერტი მაშინ, როდესაც ქვეყანაში სახალხო პროტესტია არასწორია. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის მიზანი 30 მაისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლა. ესეთი პოპულარული ჯგუფი როგორც Guns N' Roses არის, რომელიც ჩამოდის საქართველოში და ცდილობს რომ ხელი შეუშალო მის ჩამოსვლას, აი რატომ აკეთებ ამას, ხო? ერთი რომ ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას კიდევ ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა კიდევ მოყვება რაღაცა დამატებითი ეკონომიკური ბენეფიტები და ასე შემდეგ და როდესაც გამიზნულად ჩვენ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ჩაშალო, ისევე როგორც გამიზნულად ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს თბილისში მაქვს საუბარი, პირდაპირ მოპარეს ახალი წელი მოდი თქვა და ხალხს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, შეიძლება ჩვენი მხარდამჭერები საერთოდ არ იყვნენ და აბსოლუტურად ნეიტრალურები იყვნენ შვილების გაყვანა ნაძვისხესთან, ასე ვთქვათ, ეშინო და შვილების გაყვანა ნაძვისხესთან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ რადიკალს ხედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენად ცდილობენ, რომ ჩვენი ეკონომიკური წინსვლა შეაჩერონ, ამდენად ცდილობენ, რომ ქაოსი შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს ბოლო 3 წელს თუ გადავხედავ და გარე აქტორების დახმარებით და ჩართულობით ხდება ეს ყველაფერი, ხომ? საქართველოს ეხლაც 2024 წელს ჩვენ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ, ევროპაში პირველი მონაცემი არის, ბოლო გასაშვალოებული 4 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემითაც ევროპაში ვიკავებთ პირველ ადგილს